დილამშვიდობისა, ალბათ გაგიგიათ ესეთი ანდაზა, სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო. იცით საიდან იღებს სათავეს ეს ანდაზა? მაშინ მოდით გადავინაცვლოთ შლომო ამელეხის ეპოქაში. ერთხელ შლომო ამელეხმა დაინახა, რომ მალახამავეტი, ანუ სიკვდილის ანგელოზი ტირის და ეკითხება რა გატირებსო და უთხრა ანგელოზმა, რომ შენი ორი ქვეშევრდომი სიკვდილის დრო მოვიდა და არ შემიძლია რომ მოვკლაო, იმიტომ რომ შენთან არიანო. ეს რომ გაიგო შლომო ამელეხმა, თავისი ორი ქვეშევრდომი ეგრევე ჩააბარა მსახურებს და გააგზავნა ერեց ლუზში. ეს არის ქალაქი ქვეყანა, სადაც სიკვდილის ანგელოზს არანაირი უფლება არ აქვს რომ შევიდეს და ხალხი დახოცოს, არამედ ხალხი გამოდის იქიდან თვითონ, როდესაც მოდის დრო, რათა გადავიდნენ ერთი სამყაროდან მეორეში. ხო და იქ გააგზავნა შლომო ამელეხმა თავისი ორი ქვეშევრდომი. მეორე დღეს შეხვდა ისევ ანგელოზი, სიკვდილის ანგელოზი შლომო ამელეხს და ამჯერად ის იცინოდა და ეკითხება შლომო ამელეხი რა გაცინებსო ამჯერათო და უთხრა აი შლომო ის შენი ორი ქვეშევრდომი რომ გააგზავნე მათი სიკვდილი სწორედ იქ იყო დაწერილი ამ ქალაქის შესასვლელთან და იქ დავხოცე ორივენი და შენთან რო იყვნენ გუშინ ვერაფერს ვერ უშვებოდი და შენ თვითონ გააგზავნე იქო და ამიტომაც ამბობენ სადაც არის ფეხი შენი იქ მიგიყვანს, სადაც არის ბედი შენი იქ მიგიყვანს ფეხი შენიო. ისე რომ გამჩენვა ყველას კაი საათი დაგვაწეროს, ამენ ქენიე რაცონ. რაც შეეხება ერեց ლუზს, ის დღემდე არსებობს საიდუმლოებებით მოცული ქვეყანა, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით სად არის და საიდან აქვს შესასვლელი. ამბობენ რომ ეს არის ეგოზა ლუზ, ანუ კაკლის ხე, საიდანაც ამ ქალაქში არის შესასვლელი. ჯერჯერობით არ ვიცით. შეგიძლიათ თქვენ თვითონაც მოიძიოთ ინფორმაცია ამის შესახებ, თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო როლი, აუცილებლად დაალაიკეთ, მოიწონოთ ჩვენი YouTube არხი და გააზიარეთ თქვენს ახლობლებში. აბა კარგად მომავალ შეხვედრამდე.